ევროკავშირმა დიდი მხარდაჭერა გაუწია კულტურის სფეროს როგორც ინსტიტუციურ დონეზე, ასევე ფინანსურად შეუწყო ხელი იმ რეფორმების გატარებას, იმ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, რომელიც სასიცოცხლო იყო საქართველოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შედგა ევროპელ პარტნიორებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის. ამავე ინსტრუმენტის საშუალებით, ესე იგი ევროკავშირის მხარდაჭერით, შეიქმნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა პირველი მონაცემთა ბაზა. ამ ინსტიტუციურ მხარდაჭერას თან ახლდა კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებისთვის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, როგორც იყო კულტურის სტრატეგია 2020-2025. იმ პერიოდში შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კანონ პროექტი, რომელიც ასევე სასიცოცხლოა ჩვენი ტრადიციული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, ხო, ხალხური რეწვა იქნება, პოლიფონია, მეღვინეობის ტრადიცია. სწორედ ამაზე მუშაობდა და მუშაობს ევროკავშირი, რომ ადამიანებს შეუქმნას ისეთი გარემო განვითარებისთვის, მათი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, რომ აქვე შეიქმნას ეს სიკეთე და გადაეცეს მომავალ თაობებს, რომ არ დაიკარგოს ჩვენი კულტურული იდენტობა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ასე არსებობენ, ხო? ინარჩუნებენ თავის ენას, დიალექტს, ტრადიციას. ეს არის ხო მთავარი დევიზი ევროკავშირის მრავალფეროვნებით გაერთიანება.